მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. აზერბაიჯანი ემზადება მდინარე არაქსის გადაკვეთისთვის და ასევე მზად არის არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი ოპერაციებისთვის. ასეთი სათაურები გამოჩნდა აზერბაიჯანულ სამთავრობო პრაქტიკულად მედიაში, ზოგი არის ოფიციალურად სამთავრობო, დანარჩენი პრაქტიკულად არაოფიციალურად სამთავრობო ან მთავრობასთან ასოცირებული. თან ეს განცხადებები გააკეთა არა ოპოზიციონერმა პიროვნებებმა პირობითად, არამედ იმ ადამიანებმა და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ელდარ ნამაზოვზე არის საუბარი, რომელიც ასოცირდება ხელისუფლებასთან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია აზერბაიჯანში და შესაბამისად გააჩნია ის პოლიტიკური წონა ანალიტიკურ სფეროში, სადაც ახლა საქმიანობს კონკრეტულად მას, თუმცა რამდენიმე კიდევ სხვა განცხადებები არის. მე კონცენტრირდები მის გამოსვლაზე CBC აზერბაიჯანულ მედიის ეთერში, სადაც ელდარ ნამაზოვი ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს. კერძოდ საუბრობს იმაზე, რომ მდგომარეობა გრძელდება, დაძაბულობა მდგომარეობის და ამბობს ასეთ რამეს. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანება გასცა, რომ საბრძოლო ესე იგი მზადყოფნის პირველ დონეზე იყოს შეიარაღებული ძალები და განმარტავს ნამაზოვი, რომელსაც ნამდვილად ეხლა ექსპერტის რანგში არის წარმოდგენილი აქ რეალურად სტრატეგიული კვლევების ცენტრის, მაგრამ გასაგებია, რომ მხოლოდ ექსპერტი ნამდვილად არ არის მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და დღეს რა კონტექსტშიც რა განცხადებასაც აკეთებს. მისი შეფასებით ეს არის ყველაზე მაღალი დონე სამხედრო მზადყოფნის შეიარაღებულ ძალებში, რომელიც მოიცავს რეალურად რამდენიმე საინტერესო რამეს, რაც აუცილებლად უნდა თქვენთან ერთად ასევე განვიხილოთ. და ეს არის კონკრეტულად რეზერვისტების სასწრაფო გაწვევა, ანუ ამ მომენტისთვის მისი მტკიცებით ეს ხდება, დღეს არის 8 მარტი და ეს უშიშროების საბჭო 5 მარტს გაიმართა აზერბაიჯანში და შესაბამისად რამდენიმე დღე არის მისი მტკიცებით რეზერვისტების სასწრაფო გაწვევა მიმდინარეობს, ასევე დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, არმიის დანაყოფების წინასწარ განსაზღვრულ პოზიციებზე გადაყვანა, სამხრეთ სექტორის გაძლიერება, საუბრობთ ისეთ მდგომარეობაზე, სადაც არმიას შეუძლია ძალიან მოკლე დროში დაიწყოს შეიარაღებული მოქმედებები. ელდარ ნამაზოვი ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი განცხადება, მთავარი ესე იგი სიტყვა, საკვანძო პრეზიდენტ ალიევის გამოსვლაში, რომელიც იყო ძალიან მკაცრი, ნამდვილად 5 მარტს გაკეთებული, აი ამ ნახიჯევანში დარტყმების შედეგად დრონების, იყო შემდეგი, რომ ჯარი უნდა მზად იყოს ყველანაირი ოპერაციისთვის და ნამაზოვი ამას აღნიშნავს, განმარტავს, რომ სამხედრო ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, ყველანაირი ოპერაცია გულისხმობს ორ ტიპის ოპერაციის დაშვებას ამ შემთხვევაში. ეს ერთი არის არა მხოლოდ თავდაცვითი ტიპის ოპერაციები, რაც ბუნებრივია ხოლმე, არამედ ასევე თავდასხმითი ტიპის ოპერაციები და ნამაზოვი საუბრობს, რომ შესაძლოა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით საჭირო იყოს აქტიური სამხედრო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. შემდეგ უკვე ნამაზოვი საუბრობს ასეთ კონკრეტულ რამეზე. ორი კონკრეტულად ქვეყნის ერთობლივი სამხედრო მოქმედებები არისო დღის წესრიგში. და შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მიერ 44 დღიანი ომის წარმოება ყარაბაღის მიმართულებით, მას საბოლოო ჯამში ესეთი იმიჯი შეუქმნეს, სახელიც დაარქვეს რკინის მუშტი და ახლა ნამაზოვი საუბრობს იმაზე, რომ ორი რკინის მუშტი არის საჭირო. და აქ ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივად უნდა აწარმოონ სამხედრო მოქმედებები. მისი მტკიცებით, ბაქო არ არის დაინტერესებული ესკალაციაში, თუმცა თუ ირანი გააგრძელებს პროვოკაციებს, პასუხი იქნება ისეთივე მკაცრი, როგორიც იყო 42 დღიან ომში 2020 წლის ყარაბაღის მიმართულებით. ხო, აქ უნდა ვთქვათ, რომ იქ ეხლა მტკიცება იმისა, რომ ყარაბაღის ომი დაიწყო პროვოკაციის შედეგად,
ეს არ არის სერიოზული. აზერბაიჯანი ემზადებოდა ამისთვის 20 წელი სულ მცირე და რეალურად საბაბად იყო გამოყენებული ნებისმიერი რამე. აქაც საინტერესო ის არის, აი ახლა ჩავალთ უფრო დანარჩენ მის განცხადებებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მტკიცება იმისა, რომ აი არ სურს დაძაბულობა, მაგრამ ესკალაციის შემთხვევაში შესაძლო ასეთ ქმედებას მიმართოს, მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაში, საბაბის მოძებნა, კაზუს ბელი, როგორც მას უწოდებენ, ანუ მიზეზი ომის, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მისი მოძებნა, ასე რომ ეს არ არის აქ მთავარი საინტერესო ამბავი, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან და აქ კიდევ ერთხელ ნახეთ, მე რამდენიმეჯერ ვთქვი, რომ რეალურად აი დრონების ამბავი ნახიჩევანის მიმართულებით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მე არაფერს არ ვამტკიცებ აქ, იმიტომ რომ ვერ დავამტკიცებ. აქ ერთადერთ რამეს შემიძლია რამე ვთქვა კონკრეტული. ეჭვები გავაჟღერო, საეჭვო მომენტები გავაჟღერო და ასევე შემიძლია ერთი კონკრეტული კითხვა დავსვა, ვის რა აწყობს. და აი ამ განცხადებიდან გამომდინარე პრინციპ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანს სულ მცირე აწყობდა, ან სწორად გამოიყენა, ან გამოყენება შეეძლო და გამოიყენა აგერ ნახიჩევანში მომხდარი აფეთქებები დრონის. ისევე როგორც მაგალითად ყარაბაღის ომის ბოლო ეტაპი 2023 წლის ოპერაცია რაც დაიწყეს, იყო ნაღმის აფეთქების შედეგად მათი ვერსია ოფიციალურ, კიდევ ერთხელ მე არ ვიცი ის ნაღმი აფეთქდა თუ არა იქ, აზერბაიჯანის ვერსია იყო ეს, ყარაბაღელების ძალები იქ აცხადებდნენ, რომ ასეთი რამე არ ყოფილა, ეს იქნა გამოყენებული საბაბად. პერსპექტივაში რომ უყურებთ, ვის უფრო აწყობდა მაგ ნაღმის აფეთქება, აზერბაიჯანს უფრო აწყობდა, უფრო კი არა, გაცილებით უფრო აწყობდა, იმიტომ რომ ყარაბაღის სომხურ იქ ძალებს არ აწყობდათ სამხედრო მოქმედების დაწყება, როგორც ამას შედეგით ვხედავთ. შესაბამისად, იყო თუ არა ეს ნაღმი, არავინ არ იცის. დრონები და ვინ იყო და როგორ იყო და ასე შემდეგ. დრონების ამბავით ზუსტად არავინ არ იცის. როგორ მოხდა, მაგრამ აზერბაიჯანს რომ შეუძლია აქედან მინიმუმ სარგებლის ნახვა, ეს არის ფაქტი. ნამაზოვი კიდევ ერთ რამეს გვეუბნება ძალიან მნიშვნელოვანს, რომ აზერბაიჯანმა ბოლო პერიოდშიო გამართა წვრთნები, სამხედრო წვრთნები, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სცენარს. კერძოდ, სცენარი გულისხმობდა ჰიპოთეტური ირანული ძალების დამარცხება არაზის მდინარის არაქსიანო, ასე უწოდებენ აზერბაიჯანულად. არაქსის მდინარის გადასვლა, გადაკვეთა და მოპირდაპირე ნაპირზე გამაგრება, ეს იყო სცენარი კონკრეტულად ძალებს. რა თქმა უნდა, პირდაპირ თქვათ, რომ მდინარე არაქსის გადაკვეთა და მოპირდაპირე ნაპირზე გამაგრება არის საკმაოდ რთული ამოცანა და ამისთვის რომ წვრთნებს ატარებ ზოგადად, ამაში ლოგიკა ჩდება იმ კუთხით, რომ მოემზადო ასეთ სცენარისთვის, მაგრამ აქ ჩდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი თვის წინ და ბევრი აი ამ პერიოდში ხო, ანუ წარსულში ესეთი ოპერაციის, ესეთი წვრთნები რომ ჩაატარე, რისთვის ემზადებოდი? რა გეგმები ქონდა და კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით დღევანდელ რეალობას. საინტერესო არის, ნამაზოვი ამბობს, რომ იმ დროს სცენარშიო ირანი გაცილებით უფრო ძლიერი იყო გათვალისწინებული და ახლა, როდესაც ამერიკა და ისრაელი დარტყმების შედეგად ირანის საერო თავდაცვა დაასუსტესო, იმ სცენარის მიხედვით კიდევ უფრო სუსტი აღმოჩნდა ირანი. შემდეგ ნამაზოვი ამბობს საკმაოდ პირდაპირ, რომ თუ თეირანში ხელისუფლება დასუსტდება და დაიწყება ქაოსი, როგორც მოხდა ეს სირიაში, მასშინ აზერბაიჯანს და თურქეთს შეუძლიათ დაიწყონ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად დაისახავს, აქ უკვე ჩნდება ეს კლასიკა, საზღვრების დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი თანამემამულეების დაცვა იმ ტერიტორიაზე, ანუ ირანში მცხოვრები თურქული წარმომავლობის აზერბაიჯანელების დაცვაო. ნამაზოვი პირდაპირ ამას ამბობს, ხო, ეს რას ნიშნავს, რა კონტექსტი, რასთან შეიძლება შედარდეს, ეს უკვე ასეთი ლირიკა არის, აქეთ არ გადავიხვევით, რა თქმა უნდა, და დავრჩებით ჩვენ გეოპოლიტიკური ანალიზის ფარგლებში. გეოპოლიტიკური ანალიზი აქ ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთი მხრივ აზერბაიჯანს ესმის ეხლა, რომ ირანი არის დასუსტებული და ასეთი ქმედებების ალბათობა, შესაძლებლობა იზრდება. მეორე მხრივ პირდაპირ ამბობს, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა,
რომ ირანი დასუსტებულიყო საკმაოდ სერიოზულად, ანუ სირიიზაცია რომ მომხდარიყო, ხო? სირიაში ახლა შეგახსენებთ, საუბრობთ ამაზეც საკმაოდ აქტიურად, თურქეთმა რატო შეძლო კონტროლის დამყარება? იმიტომ რომ სირიის ცენტრალიზირებული მმართველობა ასადის რეჟიმის იყო დაშლილი. და სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ძალები თურქეთმა იქ ერთი კონკრეტული ნაწილი საზღვრის მოპირდაპირედ გაამაგრა, შემდეგ ჯულანის მხარი დაუჭირა და ჯულანიმ მოახდინა მთელი სირიის დაკავება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მდგენელი. ახლა პრაქტიკულად იგივეზე საუბრობს, ანუ ერთი მხრივ, ნახეთ, სცენარი შეიძლება გულისხმობდეს, რასაც ელდარ ნამაზოვიაც ამბობს კონკრეტულად, რომ თუ საკმარისად ირანი დასუსტდება. ანუ უკვე დასუსტებული არის და პრინციპში ამიტომაც უკვე აზერბაიჯანი ამ მიმართულებით მუშაობს. ღიად. ჯარის მზადყოფნა, ასე შემდეგ, ხო, ეს წვრთნები წარსულში, ანუ მზადყოფნა არის. თუ ეს გაგრძელდება, ანუ მომავალი კვირეების განმავლობაში არ არის გამორიცხული აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ ერთობლივი გარკვეული ოპერაცია. თურქეთი შეიძლება აღმოჩნდეს პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ამ ოპერაციას. რატომ? ქურთები ვიცით, რომ აპირებენ გარკვეულ იქ ოპერაციას და შესაბამისად თურქეთს უკვე აქვს გაცხადებული, რომ ქურთული საფრთხის არ დაშვების გამო და თურქეთის და ირანის საზღვართან ირანის მხრიდან ქურთები ცხოვრობენ 15-20 კილომეტრი დაახლოებით სასაზღვრო ზონაში, ამიტომ აი ამ საფრთხის თავიდან აცილების გამო ბუფერული ზონა უნდა შექმნათ. ამაზე გვისაუბრია, ეს არ არის სიახლე. თუმცა ბუფერული ზონის შექმნასთან ერთად შესაძლებელია კიდევ უფრო გაღრმავება. და ეს შეიძლება გახდეს პირველი ასეთი კონკრეტული ქმედება. ამას მოემატება დიდი ალბათობით უკვე აზერბაიჯანის მიერ ქმედებები. თუ კიდევ უფრო დაძაბულობა გაიზრდება და ამის მიზეზები, საბაბი შეიძლება ძალიან ბევრი რამ გახდეს, მათ შორის როგორც მართლა მოწყობილი, ასევე ხელოვნურად, ახლა მართლა მოწყობილს რაც შეეხება, ხო? გუშინ გააკეთა განცხადება ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, ოღონდ არ ვიცით. რამდენად ამ ადამიანს შეუძლია განცხადების გაკეთება, კონკრეტულად ვინ არის და ასე შემდეგ, მაგრამ შეიარაღებული ძალების სახელით არის გაკეთებული ეს განცხადება, რომ ჩვენ მოვუწოდებთო აზერბაიჯანს, რომ საკუთარი ქვეყნიდან გააძევონოს სიონისტები, რათა არ შეუქმნან საფრთხე საკუთარ მოქალაქეებს. აქ ახლა, რა თქმა უნდა, საუბარი ისრაელის ბაზებზე ზედმეტია, რომ ყოფილიყო პირდაპირ იყო და ირანი არ მოერიდებოდა და დარტყმებსაც მიაყენებდა, არ მოერიდებოდა, ასად არერიდება. საუბარი შეიძლება იყოს საელჩოზე, სინაგოგაზე ნაკლებად რეალურად, იმიტომ რომ ირანშიც არის სინაგოგები, ანუ ეგ ამბავი არ არის აქ. აქ არის ირანში ლოიალური არის, ანუ ის ვინც დარჩა იქ ებრაელი, შესაბამისად მათთვის ეს ლოიალობის საკითხი კიდე სხვანაირად დგას. ანუ აქ არის ბაქო თბილისი ჯეიჰანზე, აქ არის პოლიტიკურ გავლენებზე და ასე შემდეგ, შეიარაღებულ ძალების მიმართული თანამშრომლობაზე. მთავარი ამბავი აქ ის არის ასევე, რომ პრინციპში თუ დაძაბულობა გაგრძელდება, შესაძლოა რომ აზერბაიჯანიც აი ამ ორი მუშტის, რკინის მუშტის კონცეფციის ფარგლებში შემოვიდეს ამ კონკრეტულად თემაში. ანუ ერთი კონკრეტული საკითხი საინტერესო არის აი ამ ჭყალებში სამხრეთ აზერბაიჯანის პროპაგანდისტული, ხო, ნარატივის მიმართულებით ქმედებები, და მეორე მიმართულება არის კიდევ უფრო საინტერესო, ტოფიგ ზულფუგაროვმა, აზერბაიჯანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომელშიც პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მისწრაფებაო ირანზე თურქული კონტროლის აღდგენის, მაგრამ განმარტავ ახლა, რაც გულისხმობ, ბევრი საუკუნის განმავლობაშიო ირანს მართავდნენ თურქული ტომებიო, აქ აზერბაიჯანელი ტომებიც იგულისხმება რეალურად, ანუ ქაჯარები მაგალითად და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ უნდა ეს აღვადგინოთო, ანუ ირანი კი არ უნდა დავშალოთო დაახლოებით, არამედ ირანი უნდა გავათურქოთო, ან ეთნიკურად კი არ გავათურქოთო, ანუ თურქულ სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ დაახლოებით რა, ანუ თურქების მიერ კონტროლირება, როგორც ეს წარსულში იყო, მართლა იყო წარსულში, ასე რომ აქ არაფერი არ არის უცნაური, თუმცა ეთნიკურ მდგენელში გასაგებია, რომ სპარსელები არიან უმრავლესობა, ასე რომ ცოტა ამბიციური და
სპარსელების, თურქების კონტროლის ქვეშ აღმოჩენის სცენარი არის, მაგრამ თქვა ეს კონკრეტულად ადამიანმა, ასევე ტოფიგ ზულფუგაროვი არაოფიციალური რუპორი არის მათ შორის აზერბაიჯანის, იმიტომ რომ ყველა მედიაში საუბრობს აი ამ ყველა საკითხზე და ასე შემდეგ და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგით, ანუ ნამაზოვს ასევე გავს ელდარს. ამ კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, საინტერესო არის ის, რომ მდინარე არაქსის გადასვლაზე მუშაობდნენ, ორი რკინის მუშტის თემა, ნებისმიერი ოპერაციისთვის მზადყოფნა. პრაქტიკულად თუ რაიმე ახლა კიდევ საბაბი იქნება, მზად არიან თურქეთი და აზერბაიჯანი ამ ოპერაციისთვის. და თუ ირანი ძალიან დასუსტდება, პრაქტიკულად შეიძლება აი თეირანის თურქული გავლენის ქვეშ აღმოჩენის სცენარიც განიხილონ. რა თქმა უნდა, ეს ახლა ძალიან სერიოზული პროცესი და საფრთხე არის, რა კუთხით საფრთხე ახლა. აქამდე თურქეთი და აზერბაიჯანი გაყოფილი იყვნენ და არიან ჯერ კიდევ საქართველოთი, სომხეთით და ირანით. ირანის გავლით, ირანი ძლიერი სახელმწიფო იყო აქამდე და ჯერ კიდევ რჩება და ამიტომ ირანის გავლით საკმაოდ ძლიერი პოზიციები გააჩნდა. საქართველოს გავლით ტრანზიტი იყო მოწყობილი, სომხეთის გავლით არ იყო ეს ტრანზიტი კონფლიქტის გამო. საქართველოს გავლით ეს ტრანზიტი იყო და საქართველოც ძალიან სარგებლობდა და სარგებლობს ამ ტრანზიტით, მათ შორის გეოპოლიტიკური ბალანსის მიმართულებით აზერბაიჯანთან და თურქეთთან, პლუს ეს დასავლურ აი ამ ინტეგრაციის კუთხით, თუმცა საქართველოს აქ ყოველთვის ძლიერი იყო იმ პოზიციიდან გამომდინარე, ზურგი ჰქონდა გამაგრებული დასავლეთის მიერ, ამერიკის და ევროკავშირის და მათ შორის აი ამ ურთიერთობებში. ახლა, როდესაც დავრჩით დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად, დაზიანებული ურთიერთობები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ამის შედეგად მარტო ვარ დარჩენილი ამ კონტექსტში. პარალელურად ხედავთ, რომ რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენების ზრდასთან ერთად საქართველოში, თურქეთს და აზერბაიჯანს თავადაც სურდათ სომხეთის გავლით, ანუ ალტერნატიული რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფი ალტერნატივის ჩამოყალიბება, ეს აღმოჩნდა ტრიპის პროექტი, რომელზეც საუბრობთ. იქ რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს და თურქეთს უნდათ კორიდორი, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორი, ამერიკის ჩართულობით ეგ თემა არ გამოვიდა, ჩავარდა, ამერიკამ დაბლოკა და ტრიპი შექმნა ამის ნაცვლად. და გასაგებია, რომ ორივე ამ შემთხვევაში საქართველოსაც და სომხეთსაც კონტროლი ვერ ექნებათ თავად აზერბაიჯანს და თურქეთს, კონტროლი არის თბილისის, ერევნის, გავლენები დაუშვათ რუსეთის, ამერიკის, ევროკავშირის და ასე შემდეგ. და ირანის შემთხვევაში, ასეთი ქმედების შემთხვევაში შეუძლიათ თურქეთს და აზერბაიჯანს სახმელეთო კავშირის ჩამოყალიბება, გაერთიანება და თურქულ სამყაროზე ცენტრალურ აზიაში სრულიად სხვანაირი გასვლა, ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრინციპში მათთვის შესაძლებლობა. ამერიკას და ისრაელს ეს სცენარი დიდად არ აწყობთ და იმიტომ რომ ისრაელი ხშირად საუბრობს იმაზე, ვიცით ეს, რომ თურქეთი არის ახალი ირანი, უთქვამთ ეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს, ესე იგი ნეტანიაჰუსაც უთქვამს თურქულ საფრთხეზე, ძალიან ბევრი და ასე შემდეგ, შესაბამისად მეორე საფრთხე არის, როცა სიას ვუყურებთ, აი საფრთხეების, ხო? პირველი არის ირანი და მეორე თურქეთი, ასე რომ ისრაელს და ამერიკას ეს არ აწყობთ, აწყობთ დემოკრატიზაცია ირანის, რეზა ფეჰლევის ჩამოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ კონცეპტუალურად ეს სცენარი რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის, ეს სცენარი გამოიწვევდა უზარმაზარ რისკებს საქართველოს და სომხეთისთვისაც, რა თქმა უნდა, და ესეც გასათვალისწინებელია. საბოლოო ჯამში აქ ხედავთ ძალიან საინტერესო განვითარებას. მოხდება თუ არა ეს, არავინ არ იცის, მაგრამ აშკარად ამაზე რომ საუბრები საჯაროდ არის, აგერ გუშინ მე ბლუზ დავტოვებ ცხადია და ყველა შეძლებს რომ იხილოს დაახლოებით 1 საათიანი ასეთი ინტერვიუ და განხილვა არის ტელევიზიაში. შევაჯამებ და აქვე 8 მარტი არის დღეს და მინდა მივულოცო ყველა ქალბატონს, დედას, დას, ქალიშვილს, ასე შემდეგ, მოკლედ ყველას ეს დღე მოგილოცოთ და გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყოველივე საუკეთესო, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების სიძლიერე მნიშვნელოვნად დგას სწორედ ქალებზე და ქალების გაძლიერება, ქალების განათლების უზრუნველყოფა, სოციალური სამართლიანობა, სამართლიანი
მონაწილეობა სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრებაში, სახელმწიფოს მართვაში, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში, სადაც იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალების გაძლიერებაზე, მათი ჩართულობის პოლიტიკაშიც, საერთოდ სამოქალაქო ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ასე რომ გილოცავთ, ძვირფას ხალბატონებო, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და ამით დღევანდელი ჩვენი ეთერი შევაჯამოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ გვაუცლება ძვირფასო მაყურებლებო აუცილებლად მოწონება და ლაიქება ამ ვიდეოს, ასევე თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და გახდით არხის წევრი, გაწევრიანდით ამით შეგიძლიათ ასევე მხარი დაუჭიროთ არხს და ამავდროულად მიიღოთ მეტი ანალიტიკური მასალა, ხელმისაწვდომობა, ესეც საინტერესო შესაძლებლობაა. დიდი მადლობა, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.